ბათუმის აეროპორტში ავიარეისები კვლავ შეწყვეტილია. ბათუმის სტამბოლის მიმართულებით ფრენა ძლიერი ქარის გამო დღესაც ვერ განხორციელდა. მგზავრები გამგზავრებას კვლავ სხდომათა დარბაზში ელოდებიან. მათ რამდენიმე წუთის წინ კომპანია პეგასუსის წარმომადგენლები შეხვდნენ. თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებმა მგზავრებს განუმარტეს, რომ კლიმატური პირობების გაუმჯობესებამდე რთული სათქმელია, როდის განხორციელდება რეისი. მოქალაქეების ნაწილი ბილეთების საფასურის დაბრუნებას მოითხოვს. მათი თქმით, სტამბოლამდე ისინი სხვა სატრანსპორტო საშუალებებით გეგმავენ ჩასვლას. ავიაკომპანია პეგასუსის მენეჯერი ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ტრანზიტულ მგზავრებს კომპანია ბილეთებს გადაუცვლის და მათთვის ხელსაყრელ მიმართულებას შესთავაზებს. ნათია იკოშვილის განცხადებით, კომპანიამ გუშინ ყველა მგზავრი საკუთარი ხარჯებით სასტუმროში მოათავსა. პეგასუსის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მგზავრების უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული. როდის გავფრინდებით, მაგას ვერ გვეუბნებიან, პასუხს ვერ გვაძლევენ ვერაფერზე. ჩვენ ვითხოვთ ან ტრაპიზონში გადაგვიყვანონ, იქედან გავფრინდეთ, ან თბილისში, არც მაგაზე არ მოდიან, არ ვიცით რამდენ ხანს ველოდეთ. გუშინ ღამის 11 საათამდე ველოდეთ, არაფერი შედეგი. დღეს დაგვირეკეს, მოგვიყვანეს, პირველ საათზე იქნება ფრენაო, დღესაც არ არის. რეგისტრაცია გაგვაკეთებინეს, როდის რა იქნება, არაფერი არ ვიცით. მივდიოდი სტამბოლში, სტამბოლიდან ლონდონში იყო პეგასუსი. და აგვარებენ ამ პრობლემას, როცა გაფრინდება, მაგრამ ლონდონიდან მივფრინა მე დუბლინში, რომლის ბილეთი გაუქმდა. კომპენსაციას რას გეუბნებიან? იძახიან ვარკვევთო და არკვევენ გუშინ შუადღიდან დღემდე არ ვიცი, ამინაზღაურებენ ბილეთს, არ ამინაზღაურებენ თუ ხელახლა უნდა ვიყიდო იქ რო ჩავა. აბსოლუტურად ყველა რეისზე ტრანზიტულ რეისს გულისხმობ, მგზავრები არიან გადაყვანილი და მათ არ ექნებათ ის საფრთხე, რომ საბოლოო დანიშნულებამდე ისინი ვერ ჩავიდნენ, იმის გამო, რომ ბათუმის სტამბოლის რეისი ისე ვთქვათ ანიგვიანებს ან იდება ან ასე შემდეგ. სამწუხაროდ ბათუმის ამბები კვლავ არ იძლევა საშუალებას, რომ რეისი ესე ვთქვათ უპრობლემოდ განხორციელდეს კიდევ ველოდების რაღაც ცვლილებებს.